გუდაურში დასრულდა სკიკროსის მსოფლიო თასის ერთ-ერთი ფინალური შეჯიბრება, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი შეჯიბრება იხილა გუდაურში გულშემატკივარმა, დაძაბული ბრძოლა გაიმართა მსოფლიოს საუკეთესო მოთხილამურეებს შორის და გამოვლიდნენ გამარჯვებულები, ასევე შეიცვალა საბოლოოდ საერთო ჩათვლაში ლიდერთა პოზიციებიც, რაც შეეხება გუდაურში გამართულ შეჯიბრებას, კაცსათა რიგში სიმონე დერომედისი გახდა მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული, რომელსაც ბაკურიანში აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი და როგორც მან აღნიშნა, როდესაც საქართველოში ჩამოდის ის ყოველთვის განსაკუთრებული ამბები ხდება მის კარიერაში, ხოლო ქალთა თანრიგში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გამოცდილმა მოთხილამურემ ფანის სმიტმა, შვეიცარიელმა, რომელმაც შეძლო და ყველა საჯობა მოიპოვა 100 სარეიტინგო ქულა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება. ბაკურიანშიც მას არაერთხელ უასპარეზია, მოუპოვია სხვადასხვა სინჯის მედალი როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე მსოფლიო თასის ეტაპზე. მნიშვნელოვანი ამბები იყო ისიც, რომ ლიდერები თავიდანვე გამოეთიშნენ შეჯიბრებას, მათ შორის კანადელებს ჰქონდათ პრობლემები, რის ჰაუდენმა ვერ გადალახა მერვედფინალური ეტაპი, ასევე ტრავმა ჰქონდა მარიელ ტომპსონს, რომელმაც ვერ იასპარეზა საბოლოოდ ფინალურ ეტაპზე, თუმცა კანადისთვისაც მნიშვნელოვანი დღე გამოვიდა, რადგანაც მესამე პოზიციაზე გავიდა ქალთა შორის ინდია შერეტი, კანადელი მოთხილამურე, რომელმაც ასევე შესაბამისად შეძლო და საერთო ჩათვლაში, საერთო რეიტინგში დაიკავა პირველი ადგილი. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი გამარჯვებით. 2 წელია რაც ამ დღეს ველოდები და მთელი ეს პერიოდი ამისთვის ვიბრძოდი. ბევრი პრობლემა მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი გადავლახე. ვიცოდი რომ ეს შრომა ფინიშის ხაზამდე უნდა მიმეყვანა. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენთვის საქართველოში ეს პირველი ვიზიტია. ეს შესანიშნავი სამთო სათხილამურო კურორტია. მომწონს, როდესაც ახალ და განსხვავებულ ადგილებს ვსტუმრობ. ყოველთვის როცა საქართველოში ჩამოვდივარ, რაღაც ძალიან კარგი ხდება. აქ 4 შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა. აქედან 3-ში გავიმარჯვე. საქართველოს ჩემთვის იღბალი მოაქვს. აქ ყოველთვის კარგი ატმოსფეროა. არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ ისე უგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. დღეს არაჩვეულებრივი დაძაბული შეჯიბრები ვიხილეთ. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ. სკიკროსის მსოფლიო თასის ეტაპი დიდი მოვლენაა. ყველაფერმა იდეალურად ჩაირა ყოველგვარი გართულების გარეშე. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმის იქონდა, რომ ჩვენ საერთაშორისო ფედერაციამ გვაღიარა და ძალიან კარგი შეჯიბრი ჩატარდა. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს გუნდს, რომ ესეთ ძალიან კარგი შეჯიბრი ჩატარდა. გარდა ამისა, ბაკურიანის შემდეგ, ბაკურიანში იყო პირველად სკიკროსი, როდესაც და პირველად ეხლა უკვე გუდაურში მოხდა სკიკროსის პოზიციონირება და ძალიან კმაყოფილები ვართ და იმედია, რომ ეს გაგრძელდება მომავალშიც. გუდაურში ამით არ მთავრდება მსოფლიო თასის ეტაპების შეჯიბრება, სკიკროსში გაიმართება ხვალ გუნდური შეჯიბრება, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები და უკვე 8 და 9 მარტს გუდაური უმასპინძლებს სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპს.